ვანახლებთ მუშაობას საჯარო სხდომის ფორმატში. დღეს ერთი პირი გვეყოლება სტუმრად, ვინაიდან 12 საათისთვის ჩვენ უნდა დავხუროთ კომისიის სხდომა და შევერთდეთ კოლეგებს პლენარული სხდომის დარბაზში. საქმე, რომლის შესახებაც ჩვენ დღეს ინფორმაციას მოვისმენთ, არის სულხან მოლაშვილის მიმართ წამების და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები საპატიმროში მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის დროს, რომელსაც შემდეგ მისი გათავისუფლების შემდეგ მოყვა მისი გარდაცვალება. იმდენად დიდი ზიანი მიადგა მის ჯანმრთელობას. ამ ყოველივეს შესახებ პირველ წყაროდან თუ როგორ ხდებოდა ეს ქრონოლოგიურად, რის შემდეგ რა მოვლენები ვითარდებოდა, დღეს კომისიის წინაშე გამოცხადდება სულხან მოლაშვილის მამა ბატონი თამაზ მოლაშვილი, რომელსაც ვთხოვთ რომ შემოგბრძანდეს დარბაზში. მოგესალმებით ბატონო თამაზ, გთხოვთ დაიკავოთ ადგილი. ბატონი თამაზ მოლაშვილი დაბრძანდით. არის ოთარ თაქთაქიშვილის სახელობის ნომერ 19 ხელოვნების სკოლის დირექტორი თბილისში და უკვე მრავალი წელია ახალგაზრდა თაობას უზრდის ჩვენს ქვეყანას. მე პირადად მქონდა პატივი მინისტრის რანგში წვეოდი ამ სკოლას და დღემდე ვარ შთაბეჭდილების ქვეშ თუ რამდენი ბავშვი და ახალგაზრდა სწავლობს ხელოვნების ამ სკოლაში. ეს გახლავთ თბილისის მუნიციპალიტეტისადმი დაქვემდებარებული ხელოვნების სკოლა. შთაბეჭდილების ქვეშ, ვინაიდან დასამალი არ არის და უნდა ითქვას, რომ დღეს ჩვენი სახელოვნებო განათლება საკმაოდ მძიმე დღეშია. ჩვენ შევეცადეთ ბატონ თამაზთან და სკოლების სხვა დირექტორებთან ერთად, რომ არაერთი ნაბიჯი დაგვედგა სიტუაციის გასაუმჯობესებლად თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასთან თანამშრომლობით და უნდა აღინიშნოს, რომ ბატონი თამაზის სკოლა მას შემდეგ, რაც 2006 წელს ნაციონალურმა მოძრაობამ და მათმა კულტურის მინისტრმა გოკა გაბაშვილმა ეგრეთ წოდებული რეფორმა განახორციელა და რეალურად მოშალა და დაანგრია მუსიკალური და სხვა სკოლები, სადაც ხელოვნების სხვადასხვა მიმართულება ისწავლებოდა. დიდი ზიანი მიაყენა ასევე ნიჭიერთა 10 წლეთს ევგენი მიქელაძის სახელობის სასწავლებელს. მიუხედავად ბევრი სირთულისა, ბატონი თამაზი არის იმ ძალიან ცოტას შორის ერთ-ერთი სკოლა, თუ არა ერთადერთი სკოლა, სადაც მაღალ დონეზე დღემდე ისწავლება ჩასაბერი ინსტრუმენტების მიმართულება. რომ არა ეს სკოლა ჩვენს ორკესტრებში, კონსერვატორიაში, ოპერასა და სხვა შესაბამის ადგილებსა და ორკესტრებში აღარ გვეყოლებოდა ჩასაბერი ინსტრუმენტების სპეციალისტები. ის ასევე არის იმ სკოლის დირექტორი, სადაც უშუალოდ ბატონი თამაზის ინიციატივით საქართველოში გაჩნდნენ პირველი სხვადასხვა ჩასაბერი ინსტრუმენტის სპეციალისტი ქალები. და მე ყოველთვის მიამაყება, რომ შარშან კონსერვატორიაში ჩვენ მივიღეთ სწორედ მისი კურსდამთავრებული ქალი ახალგაზრდა, რომელიც არის ტუბის სპეციალისტი. მადლობა თქვენ ამისთვის, კომისიის სახელით და პარლამენტის სახელითაც, ვინაიდან ეს ძალიან დიდი საქმეა.
მე შესავალი გარდა იმისა, რომ იმისთვის გავაკეთე, რომ მადლობა მეთქვა ბატონ თამას თქვენთვის. სამწუხაროდ თქვენ როდესაც საზოგადოების წინაშე უკვე მრავალი წელია ჩდებით, მუდმივად ისმის მხოლოდ ის ტრაგიკული ამბავი, რომლის თაობაზეც ჩვენ ვართ შეკრებილი, რომ სულხან მოლაშვილის მამა ყვება იმ დიდი ტრაგედიის შესახებ, რომელზეც ჩვენც მოგვიწია თქვენთან დღეს შეხვედრა. ამიტომაც მგონია, რომ ის სხვა კუთხით წარმოჩენა თქვენი, რაც არის თქვენი პროფესია, თქვენი თავდადება ახალგაზრდობისთვის, საჭიროებდა შესავალში ხაზგასმას და დიდი მადლობა კიდევ ერთხელ თქვენი საქმიანობისთვის. ბატონო თამას, გთხოვთ, რომ იმ დოკუმენტს, რომელიც თქვენს წინაშეა, ხელი მოაწეროთ, ეს არის გაფრთხილების დოკუმენტი, სადაც წერია, რომ ჩვენს წინაშე განზრახ ცრუახსნა განმარტება, კითხვებზე უარი, ან პასუხისთვის თავის არიდება იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას. წინასწარ გიხდით მადლობას, თუ არ ვცდები ეს ფორმულარი წინ გიდევთ. ჩართეთ მიკროფონი, ისე თქვენი ხმა საერთოდ არ ისმის, მოგეხმარებიან. ხელს მოაწერთ და შეუდგებით საუბარს. ბევრისთვის, სულ ყველასთვის, მაგრამ ამ შემთხვევაში მეც რომ გამოვდივარ, რომ თქვენ წუხდებით ამისთვის, აი იმაზე დიდი მადლობა და ღმერთმა გაგაძლიეროთ სულ ყველანი რა, რომ ამ საქმეს რომ მოკიდეთ ხელი, აი როგორ გითხრათ, ერთადერთი შვება იმის შემდეგ, რაც ჩემი შვილი აღარ არის, აი ეს არის და აი ესე მიქერები ვარ ხოლმე და გიყურებთ ხოლმე, რომ იქნებ ბიჭო პაპა იყო შენიო, ამას ვიძახი ხოლმე სულ და რა ვიცი. მადლობა ბატონო თამას. გთხოვთ ხელმოწერას. აი მე ვერ ვაწერ ბიჭო. როგორც შეძლებთ ისე მოაწერეთ ხელი, მთავარია რომ თქვენი ხელმოწერა არ არის აუცილებელი რომ ხელმოწერა იყოს ლამაზი. მთავარია რომ იყოს ხელმოწერა. დიდი მადლობა. ბატონო თამას, თუ თქვენ წინააღმდეგი არ იქნებით, 10-15 წუთი აიღეთ, გნებავთ ნაკლები, იმიტომ რომ ეს დიდ ტკივილთან არის დაკავშირებული და ქრონოლოგიურად რომ გვიამბოთ როდიდან და რა შეემთხვა თქვენს ვაჟს სულხან მოლაშვილს, რომელიც კონტროლის პალატას ხელმძღვანელობდა და მე რამდენადაც საქმის მასალებს სტრასბურგში ვეცნობოდი, გამიჩნდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ მასთან დაპირისპირება სააკაშვილმა სწორედ სულხან მოლაშვილის კონტროლის პალატაში თავმჯდომარეობისას დაიწყო, მაგრამ ვაი თუ არასწორად მგონია, ამიტომ თქვენ გითხარით, საიდან დაიწყო ის ყველაფერი, რამაც მიიყვანა ბატონი სულხანი საპატიმრომდე, შემდეგ წამებამდე და არაადამიანურ მოპყრობამდე და რით დასრულდა ეს ყველაფერი თქვენი ოჯახისთვის. გთხოვთ. როგორ გითხრათ ახლა, სანამ რამეს ვიტყვი, ერთი პატარა გადახედვა მინდა ჩვენი საზოგადოებისათვის. რამ გააუხეშა ჩვენი საზოგადოება? ვიღაცაც რომ რაღაცა ტკივა, ჩემ ცხოვრებაში მე აუგად არ მიხსენებია ისა. ხანდახან მიჩერები რომ ხოლმე ტელევიზორს რომ გამოდიან და მიშა გავანთავისუფლოთ. მე კიდე ხშირად ამაკ რა თქვა, მე ერთი მოვიდეს ის პიროვნება და თვალებში ჩამხედოს მეთქვი. აი ესეთი ის რომ იმას რომ შვილი არ მოუკლეს, იმიტომ უნდა გაანთავისუფლონ ჩემი შვილის მკვლელით, ხო? აი ესეთი და ეს საზოგადოებას არ ვიცი რა ჭირდება, როგორ და ამასინად გაზეთში დავწერე კიდევაც რომ მე მუსიკოსი ვარ და ბავშვებთან ამაქვს საქმე და პოლიტიკით არ ვარ მაინდამაინც ასე, მაგრამ აი ეს ამბავი რაც ხდება ეხლა 5 წლის შემდეგ, 10 წლის შემდეგ სკოლაში საქართველოს ისტორიას ხო ასწავლიან რა. აი ამის ისტორიაც უნდა ასწავლონ მოსწავლეებს. მე რატომღაც მიმაჩნია რომ ჩვენ ახალგაზრდებს ჭირდებათ კარგი განმარტება თუ ვინ
რადო დააშავა ასეთი რომ და ესეც ამაკ ნათქვამი ჯერ მარტო იმიტომ არ უნდა გამოუშვან სააკაშვილი რომ 5, 10, 20 წლის შემდეგ სხვა რომ მოვა პრეზიდენტად იქა და გადაიხედავს უკან რომ თურმე სააკაშვილს რეები უქნიათ და გარეთ გამოუშვესო ისიც გააკეთებს მაგას მაგრამ თუ ნახარო აგებინეს პასუხი ის ვეღარ გაბედავს მე მაგას და თუ არა მაშინ იტყვის რომ იმას თუ არაფერი არ დაუშვეს რაც იმან დააშავა და გარეთ გამოუშვეს კიდევ ხო ასე იქნებაო ეხლა მოგახსენეთ საიდან დაიწყო როდესაც საკრებულოში და იუსტიციის მინისტრობის დროს ეს ყველაფერს იცით დანარჩენებს გვარებს არც ვიტყვი არც არაფერი რა გაგებით იცით რომ სააკაშვილმა რაც ჩაიდინა და სულხან მოლაშვილი კონტროლის პალატის თავმჯდომარედ რომ დანიშნეს როგორი ეხლა ჩემი შვილია და უნდა თქვა ისე როგორიც იყო რა ძალიან ამაყი იყო ძალიან კაცური მოქმედებები ჰქონდა ვაჟკაცი იყო ისე დამოკიდებულება ჰქონდა თანამშრომლებთან რომ უყვარდათ თანამშრომლები და ყველაფერი და სულხან მოლაშვილმა თავისი თანამშრომლები რომ გააგზავნა შესამოწებლად აი ეს წიგნი გამოუშვეს სპეციალურად სულხან მოლაშვილზე და აქ წერია დაწყებული იმაში საკრებულოში შემდეგ სამინისტროში სახელმწიფო ბიუჯეტს როგორ ფლანგავდა დეტალებში აიქა ამაში ამდენი ეხლა მაგას აღარ წავყვები და პირდაპირ ასე ვთქვათ ყოველგვარი მაშინო ასე წერია აქ ერთი პიროვნება წერს როცა სხვები იმალებოდნენო ეს მიაწვა პირდაპირ და თქვა ასე და ასე და ეს ჩაიდეს გულში და სხვათა შორის იყვნენ ისეთები პიროვნებები აი ახლა გვარს არ დავასახელებ აინდა მაინც რომელიც ეხვეწებოდნენ რომ გადმოდი ჩვენკენაო ასე ვქნათ ისე ვქნათო მაგრამ ამა ასე თქვა სულხანი მე ჯიშიანი ეს სიტყვა გაზეთშიც იყო მე ჯიშიანი ქართველი ვარ და არსად სხვანაირად არ მოვიქცევიო ჩამაბარეს ეს დარგი მე უნდა პატიოსნად ვემსახურო ამასო პირველი დაპატიმრება როდესაც გაიგო მაგან რომ კარგ საქმეს არ უმზადებდნენ გახსოვთ ალბათ პატრიარქთან მივიდა იმიტომ რომ სხვათა შორის ეხვეწებოდნენ იცით ეხლაც კაი ურთიერთობა მაქვს იმ ორ პიროვნებასთან რომლებაც დატოვეს საქართველოს და წავიდნენ და ამასაც ეუბნებოდნენ წავიდეთო დავანებოთ თავი აკავრობასო და ისინი ჩამოვიდნენ ეხლა ძალიან კარგად არიან რა გნევავთ ლევან მამარაძე გნევავთ გიგლა ბარამიძე იმათი ოჯახები ააწიოკეს მერე აი რო არ ააწიოკონო ჩემი ოჯახიო მე თვითონ მივალო და პატრიარქთან მივიდა კურთხევა აიღო და მივიდა პირდაპირ რესპუბლიკის პროკურორთან ირაკლი ოქოშვიდან რომელიც დაემალა არ გამოჩნდა და უთხრეს რომ ჩვენთან რა გინდა კაცო აგე გრიგალაშვილთანო ის გეძებსო შენო მივიდა იქ თუ არა იმის შემდეგ სულხანი ვეღარ ვნახეთ ჩვენა წელიწადი და ერთი თვე ისე გავიდა ვითომ სამჯერ მისცეს სამი თვის პატიმრობა ორი თვე რო გავიდა დაავიწყდათ რომ მესამე თუნა მიეცათ კიდე თვითონ სულხანემ გაახსენა ხვალიდანო მეო პატიმარი აღარ ვიქნები თქვენიო რატო და დავითავდა ის სამი თვეო შუაღამისას მივიდნენ შუაღამისას 2 საათზე და სულხანის უთქვია რომ დავიძინებო მეო და ექიმისთვის უთქვია დასაძინებელი წამალი მოიცე კარგად დამეძინოსო სულხანის ეძინა პროკურორი მიიყვანეს მოსამართლე მიიყვანეს და კიდევ მესამეთ ისეთ რაღაცებს აკეთებდნენ ციხეში ჩაატარეს პროცესი ბატონო ციხეში ჩაატარეს პროცესი ღამე თვითონ ძინავს პარლიმაში სადაც თავისი საკანი იყო დადგნენ იმის წინ და გამოუცხადეს ეს
როგორი ტაჯვარი არ ვიცი მაგისიდან რომ დაამთავრეს მაგათმა ეს ყველაფერი მე სასამართლო ძალიან ბევრი ცოდვა აქვს ჩადენილი მოსამართლეებს სხვათა შორის რა ერთსაც მეორესაც მესამესაც და ყველაზე ძალიან გული რაზე მწყდება იცით წყინვალე იურისტია მურუსიძე და როდესაც სტრასბურგმა გინებავთ მაგის დაპატიმრება გნებავთ პირველად რომ ვინ დაიჭირა გინებავთ რა ქნეს 4 პუნქტით რაღაცით მე მაგაში ვერ ვერკვევი გაამართლა რო უთხრეს აი გაამართლაო და შენ კიდე ესე გააკეთეო მაინც ასე გავაკეთებდი მომეო აი ეს გული მწყდება უბრალოდ სულთა ადამიანის თვალსაზრისით არა და წინვალე პიროვნება ვიცი რომ кай იურისტია ეს ერთი სიტყვით ყველაზე ძნელი რა იყო ჩემთვის ასატანი იცით თვეში ერთხელ შეიძლებოდა გვენახა როდესაც ავად იყო მე მაგიზმა თორნიკე და მეუღლე თათია აქ სამივე არაო ორი უნდა შევიდესო სულხანის სამი შვილი ყავს სამივე არა ორი უნდა შევიდესო და გამოდიოდა მე სულხანისა თორნიკე და თათია ყოველთვე კი ვერ ვნახულობდით ორ თვეში ერთხელ ვნახულობდით ახლა ამის რა უნდათ არ ვიცი და კიდევ ერთი რა მე რო ქალბატონოთია რო შევდიოდი ხოლმე და გაზეთი მიყო გავწილოთ იმიტომ რომ მეც მიყვარს გაზეთს კითხვა სულხანი ხო გიძა ციხეში რომ შედიოდით ხო მამაზეა საუბარი ეხლა გეუბნებით რა დროს იცით აი ორთაჭალაში მაშინ სამკურნალო იმაში რო ყავდათ გადაყვანა ყოველდღიურად მე ხო ორხევში ვმუშაობ აქედან გავივლიდი გაზეთს დაუტოვებდი და მივდიოდი სამსახურში ხოლმე აი ამ გაზეთს აიღებდნენ და ესე შეხედავდნენ ხოლმე ხო არაფერია შიგა გაზეთში რა ნოყოფილება გეკითხებით 11 თვის განმავლობაში C ჰეპატიტი რო ქონდა რაოს უშხაპუნებდნენ რას უკეთებდნენ აქ სამ მედიცინის ხალხი ძალიან ბევრი დანაშაულია და ამას მიაყოლეს რა ერთ-ერთი უთხრა რომ სხვათა შორის გაზეთში ეწერა აღარ მახსოვს მაშინდელი მაშინ სულხანის C ჰეპატიტი აქვს და გაჩერდი ეგ არ თქვა თორე ზევით ეწყინება თუ ეს ზევით ვინ იყო მე ვიყო ის იყავ თუ ის იყო სააკაშვილი და მიქონდათ ხოლმე ამ მოდიოდა სულხანის ყავდა გარკვეული მეგობრები რომლებიც მოდიოდნენ და ეუბნებოდნენ სურათს რო უღებდნენო მიშა სააკაშვილი ესე გაბღენძილი სიამოვნებით უყურებდა ამას როდესაც აწამებდნენ მაგასო და მათიასიორში რო ჩამოვიდა ქალბატონმა ნანა კაკაბაძე აწწრიალა იქაურობა და მათიასიორში უთხრა რომ დაავალა ნუ გინა თუ არა ნახეო სულხანიო და ელენე თევდორაძე და ქალბატონი ელენე და მათიასიორში რო გააღეს კარები სულხანი ჩაიკეცა თურმე რატო იმიტომ რომ სინათლე არ აქონდა იქა აი ესე დასაჯომი არ აქონდა ლოგის რა შვებოდნენ იცი აი ესე გადმოწევდნენ და მერე თუ რომ ესე რკინის ისა რომ ან დამჯდარიყო ან დაწოლილიყო მერე ახედე და სულ ესე საშინელ წამებაში ყავდათ ეგ ამას ჩვენ მერე ვგებულოდით 11 თვე რო არ უმკურნალეს და მერე ვერ ძალიან დაავადეს სულხანი იქა უხაროდათ ესა თუ რა იყო არ ვიცი მე რატო აკეთებდნენ ამას ვერ არ ვიცი იცით აი რომ მითხრა რომ თამაზ მოლაშვილი აბა დამისახელე ივან რა დააშავა სულხან ძალიან ბევრმა ნაციონალური მოძრაობის მოდგმამ მე აი როგორც გინდათ ისე გამიგეთ პედაგოგი ვარ არასოდეს არ მითქვია რომ დაიჭირეთ ვოკალიეთ ჩამოახჩეთ რაღაცა მაგრამ ქალბატონოთია კუთხეში მაინც დააყენონ ყური მაინც აუწიო და უთხრან რომ შენ აი ეს მაპატიე და მიქარე და მიისიო არ შეიძლება იცი ის დანაშაული რასაც მაგათ რომელი ერთი გითხრათ აი აკაკალებული ვარ რომელი ერთი გითხრათ ისეთ რაღაცებს აკეთებდნენ რომ მეტი არ შეიძლება და ერთი ამბავი კიდე ჩემს სკოლაში რემონტი გააკეთეს სააკაშვილის მეფობის დროს გავიხედე და მოდის
კაცი და მეუბნება ამ დღეებში ეხლა სააკაშვილი მოვაო ლენტი უნდა გაჭირა შენთან სულხანი დაჭერილია და ვაგინებთ სააკაშვილს როგორი საქმეა მე თამაზ მოლაშვილმა სააკაშვილი რომ მოვა აუცილებლად უნდა ხელი ჩამოვართვა ვის არ თხოვე იარაღი რამე ყველაფერი და იყო საშუალება რომ იარაღიც ამიღო და განწირული ვიყავი იმ დღეისთვის მე რომ მოვა და ხელს გამომიწოდეს ჩემ თავსაც და მაგასაც მიყოლებით მეთქი იმიტომ რომ სულხანი არ იყო იმის ღირსი სააკაშვილისაგან გადის ერთი დღე ორი დღე სამი დღე არა და მესამე მასებში თამაზ ქლებაძეა მესამე სკოლის დირექტორი იმასაც რემონტი გაუკეთეს თაზო მეუბნება აღარ ინერვიულო ეხლა მოვიდნენ შუანი გააკეთეს და ჩემთან მოდისო ვიღაცამ გადააფიქრებინა ეს სულხან მოლაშვილის მამა რაღა მან უნდა გაჭერა ლენტი წადი და იქ გაჭერიო და ამც და მეც და მაგასაც თორე ეხლა კი არ ტრაბახობდა აქ სატრაბახო რა არის რა მე თავი გადადებული მქონდა და იარაღიც ხოდა არც მაგას გავახარებდი არ ჩემთავს ავიცი გასაგებია ბატონო თამაზ ვინც არ იცის მათთვის რომ კიდევ ერთხელ ვთქვათ მიხეილ სააკაშვილი მაშინ როდესაც შევარდნაძე ედუარდ შევარდნაძე იყო ჩვენი ქვეყნის პირველი პირი იყო მისი იუსტიციის მინისტრი და ნელ-ნელა იწყებდა ასე ვთქვათ ხელისუფლებაში მოსვლისთვის მზადებას ბატონი მიხეილ სააკაშვილი და პოლიტიკური არჩევით პოლიტიკას გულისხმობ კარიერა მისთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი გზა უფრო დიდი მწვერვალებისკენ და თქვენ რომ ახსენეთ საკრებულო აქ იგულისხმებოდა ის რომ შემდეგ მან კენჭი იყარა და გახდა თბილისის საკრებულოს წევრი აი ამ დროს როდესაც ის იყო მინისტრი თქვენმა ვაჟმა სულხან მოლაშვილმა როგორც კონტროლის პალატის თავმჯდომარემ შეამოწმა საბიუჯეტო სახსრების ხარჯვა მინისტრი სააკაშვილის მიერ და იქ აღმოჩნდა მრავლობითი დარღვევები ძალიან ბევრი სტრასბურგის სასამართლოში შემოსულ საქმის მასალებში იდოს სწორედ მის მიერ კონტროლის პალატის მიერ მოლაშვილის თავმჯდომარეობის პერიოდში შექმნილი დოკუმენტები თავისი დანართებით ამ დოკუმენტებსა და დანართებში არა მხოლოდ დარღვევები იყო რომლებიც თქვენ ახსენეთ რომ ფლანგავდაო სახსრებსო არამედ ბატონ სულხანს მისთვის ჩვეული პრინციპულობით პირდაპირ გვარებით და სახელებით ჰქონდა ჩამოთვლილი ვიზზე და რისთვის ხარჯავდა მინისტრი სააკაშვილი სახელმწიფო სახსრებს უკანონოდ დღეს ძალიან ბევრი ისმის იმის თაობაზე რომ უკვე პრეზიდენტობისას პრეზიდენტმა სააკაშვილმა სახელმწიფო დაცვის სამსახურის კუთვნილი ანუ საბიუჯეტო სახსრები დახარჯა სხვადასხვა ქალბატონის კეთილდღეობისთვის თავისი პირადი ჯანმრთელობისა თუ კარგად ყოფნისთვის მსგავსი დარღვევები ჯერ კიდევ სულხან მოლაშვილმა აღმოუჩინა სააკაშვილს იუსტიციის მინისტრობისას მე მახსოვს იმ ქალბატონების გვარები და სახელები ვინც სტრასბურგის მასალებიდან ვიზეც ის წერდა რომ იმის მაგივრად რომ ესა თუ ის სახელმწიფო სახსარი მოეხმარებინა მინისტრ სახელმწიფო მიზნებისთვის ის თავისი გარემოცვის ქალბატონების ზრუნვით იყო დაკავებული და ამაში ხარჯავდა იუსტიციის სამინისტროს სახსრებსო ეს ეწერა სხვა ბევრ დარღვევას შორის თქვენი აზრით ხომ არ იყო ამის გამო სულხან მოლაშვილის ციხეში წამება სააკაშვილის შურისძიება მასზე როგორ თვლით ესე იგი აი სულხანიძე გამოსცეს იგი ამაში წერია ბევრი ისეთი პიროვნებების სიტყვები დეტალურად აი ახლა თქვენ ბრძანეთ რომ იქ რაღაცა დახარჯა აქ იმდენი რამეა ჩამოთვლილი ალბათ რა ვიცი
მამას აღარ მიყვებით მაგაზე და პირადი შურისძიება იყო სწორედ ეს, რომ მას ვიღაცა ეწინააღმდეგებოდა, მის სახელს ვიღაცა სვრიდა, ასე მიაჩნდა მას თუ რაღაცა და ყველაფერს ზომებს ხმარობდა და მე რა მეკვირს იცის, რომ მაგის ქვეითა პლიადა ხალხი, ვინც უყარები აღარ მინდა სუყველანი მაგეს იმაზე იყვნენ აწყობილი მაგტონალობაში, სუყველანი აი აკეთებდნენ ყველაფერს, რომ ეს სიამოვნებია სააკაშვილისათვის. ეს ერთ დღეში და ორ დღეში კი არ ჩანდა ხოლმე. რასაც კი გააკეთებდნენ ყველაფერში უნდათ რომ სააკაშვილიც როგორ უნდა თუნდაც ისა რომ ცეხებატიძე არ იმაზე ზევით ეწყინებათ რომ უნდა. აი ყველაფერზე სააკაშვილი ბრძანებით თუ მითითები თუ რა სუყველანი აწყობილი იყვნენ ერთონალობაში რომ როგორმე ეს სიამოვნებია და იმის სიამოვნება ის იყო რომ სულხან მოლაშვილი დაეტანჯათ იქ და ყველაზე მთავარი რა არის ით რატო მაშინ სუყველა ოცნებობდა მაგაზე პირველი ბრალდება როდესაც დააპატიმრეს სულხან მოლაშვილი წეწერა იქა დასკვნაში რომ დააპატიმრეს 27201 ლარის პრემიები დაურიგა თავის თანამშრომლებს თვითონ არ აუღია კაპიკი აი ხო ოქმი იყო და ყველაფერი არა აი ამის გულისთვის დააპატიმრეს სულხან მოლაშვილი რომ ასე ყოფილაო და ამ დროს სულხანის აი ამ კონტროლის პალატის იმაშინა რამდენი ბიუჯეტიდან რამდენი თანხები აქვს ათასეული ომს და იმ საზოგადოებამ რო გაიგო რომ თურმე ამის გულისთვის წაუყენეს ბრალი სულხანისო სუყველა მოვიტანთ ისევ იმ თანხას აუღო სულხანი გამოუშვა თანამშრომლებმა დავაბრუნეთ თანამშრომლება ბატონო თამას თავიდან რომელ საპატიმროში იყო სულხან მოლაშვილი ხომ არ გახსოვთ კი აი როგორ იყო იცით პირველად როდესაც მივიდა გრიგალაშვილთან თბილისის პროკურორთან ხო? ჩააგდეს რომ აწოწე წამება და იქ ხო იქ დამთავრდა ყველაფერი თავისი ის მოიხადეს ასე ვთქვათ სააკაშვილის წინაშე და მერე მოხდა ისეთნაირად რომ გადაიყვანეს ისეთ საშინელ მეშვიდე ხო რაღაც ისეთი ის არის რომ იქ გადაიყვანეს და იქი აუტანელი პირობები იყო რა აუტანელი პირობები რა გულისხმება აუტანელ პირობებში ბატონო რას გულისხმობთ აუტანელ პირობებში იმას რომ დასაჯომის კამი არ აქონდა სინათლე არ აქონდა საკანში სინათლე საერთოდ არ იყო არა და ჰაერის რაღაცა ერთი ჭუჭურტანა იყო ეს პირი რომ მიედოს ადამიანს და რომ ეს უთქას იქა ისე დღეში იყვნენ უბრალო ამბავი იცით მაგის გვერდზე საკანში რაღაცა გვარი იყო აღარ მახსოვს ეხლა მიუტანიათ ხაჭაპური საჭმელი რა იმისთვის და იმას გამოგზავნიათ საიდან მიაწოდა არ ვიცი სულხანის და ბადრაგი მივიდა და პირიდან გამოგლიჯა თორმე საჭმელი საჭმელსაც არ აჭმევდნენ წესიერად თუ რა საჭმევდნენ და დავიდარებით მე ყოველთვის ლაპარაკობდი ხოლმე რომ კი არ მომიკლეს შვილი დანა კი არ გაუყარეს შუბში წვია კი არ დაახალეს ნელი სიკვდილით მომიკლეს ნელი სიკვდილი ის იყო რომ ნელნენა ამას უკეთებდნენ რაღაცას უშხაპუნებდნენ მერე მორალური საქციელი ყველაფერზე და თავარი რა არის ქალბატონოთია თვითონ მთავრობა მაშინდელი ყველანი იუსტიცია გინა მოადგილეები გინა ვინც იყვნენ იქა რა შემოდენ ცით ესე იგი იცოდნენ რომ დანაშაულს ჩადიოდნენ ამის ფაქტი რა არის როდესაც სულხანი დააპატიმრეს თორნიკე ჩემი შვილი მუშაობდა პოლიციის სამმართველოში პოდპოლკოვნიკი სამმართველოს უფროსის მოადგილედ
დაწერა განცხადება და არაო კაცო შენთან რა მინდა ჩემი ძმა სიხეში და მე ამ თანამდებობაზე წამოვიდა რო წამოვიდა და მე ადვოკატებმა ხო აღძრეს საქმე და სტრასბურგში გაუშვეს საჩივარი ხო გიჟდებოდნენ მაგაზე დაიბარეს თორნიკე მერაბ დონაძე ეს არ მინდა გვარები მაინც არ მინდა რა დაიბარეს და უთხრეს რომ შენ ეხლა დიდი დეპარტამენტის უფროსად უნდა გაგიშვათო აი ეხლა აი ესე ეხლა ხელს მოვაწერო ამასო ეუბნება მაშინ ვინ იყო ბარამიძე თუ ვინ იყო აღარ მახსოვს მინისტრი მინისტრთან იყო შეხვედრა მოვაწერო ხელსო და შენო აქა და აქ სადღაც ეუბნებიან იქნები უფროსათო ოღონდო სულხანის უთხარი რომ გამოიტანოსო საჩილიო ეხლა გეკითხებით თუ და კარგი იცოდნენ რომ კარგ საქმეს აკეთებდნენ და დანაშაულს არ ჩადიოდნენ რა გინდა გაუშვი ყოფილიყო და სტრასბურგი იტყოდა რომ ხო ირიაო სულ თორნიკეს უთქვია სულხანი რომ გამოიტანოს სარჩელი სტრასბურგიდან ვენებს გადავიჭირი მე არ მინდაო და წამოვიდა გადის რამდენიმე ხანი და მამა გაიხედე აი ეს მანქანა მე დამდევს აი ეხლა მაგას დამიჭერენო მეო ან იარაღს ჩამიდებენ და ამ დროს ეხლაც უფლება აქვს რომ იარაღი ატაროს კაცო თავისი წოდებითა და თავისი იმითი და ან ნარკოტიკებს ჩამიდებენო ისი აგვიხდა ჩვენ ოჯახს ყველაფერი თორნიკე მორაშვილი დააპატიმრეს მოდის პირო ადვოკატი იყო ერთი აღარ მახსოვს რა გვარი იყო მოდის და მეუბნება უთხარიო რომ გამოიტანოს სულხანი იქიდანო და თორნიკეს მეორე დღესვე გამოუშვებენო ძევლად აიყვანეს რეალურად თქვენი მეორე ძევლად აიყვანეს ძევლად თქვენი მეორე ვაჟი იმისთვის რომ სტრასბურგიდან გამოეტანა შეყავდათ რომ სულხან მოლაშვილმა გამოიტანოს იქიდან სტრასბურგიდან საჩივარი კი ბატონო ეს რომ გამოიტანოს კითხვა ასეთი ჩემ თავს ვეკითხები ხოლმე როდესაც კაი თანამდებობას როდესაც დააპატიმრეს და ეხვეწებოდნენ რომ გინა თუ არა სულხანიმ გამოიტანოს იქიდან საჩივარიო ესე იგი გძნობდნენ ხო რომ არასწორად იყო ყველაფერი გამართული სულხანის მიმართ ხო აი ეგ იყო უბედურება სწორედ რომ ასეთნაირად უნდა დათ რომ როგორმე გაეკეთებია ბატონო თამაზ წამება მდგომარეობდა რასაც თქვენ ყვებით რომ საკანში არ იყო სინათლე ის მუდმივად სიბნელეში იმყოფებოდა რომ არ იყო ჰაერი გარდა პატარა ჭუჭრუტანისა სადაც პირი უნდა მიედო პატიმარს რომ ჰაერი ან ცხვირი რომ შეესუნთქა ჰაერი არ ქონდა დასაჯდომი დასაწოლი გარდა იმ შემთხვევისა თუ თვითონ ციხის თანამშრომელი არ გადაწყვეტდა როდის გადმოეწია ეს ასაკეთსი საწოლი მისთვის არ ქონდა საკვები მაგრამ გარდა ამისა ჩვენთვის ცნობილია ფართოდ არის საზოგადოებისთვის ცნობილის დამწრობები რაც მას ქონდა ზურგზე ამის შესახებ რომ გითხრათ რა იცით გავიგეთ ჩვენ მაშინ კი არა სულხანი როგორი იყო იცით აი როდესაც აწამებდნენ როცა ეგ ზურგზეც რო ისა თავზე იძახდნენ რომ თავზე წამოცმული მქონდა რაღაცა თვითონ სულხანი ამობდა მაგას ამას გებულობდით 1-2 თვის შემდეგ მე რაღაცნაირად ვიღაცა რაღაცას ამბავს გამოიტანდა და რაღაცა გნებათ ის ამბავი რომ აი ცეჰეპატიტზე 11 თვე როგორ გავიდა რომ ჩვენ გაგებაში არ ვიყავით ცეჰეპატიტი ქონდა თუ არა და თვითონ ამბობენ მე მაგას რომ აი ამ დროიდან იქამდე ესეთი ამბავი იყო და ის წამების ამბავზე კიდე არ ვიცი რა ასეთი წამება და ასეთი ისა ძალიან მერე ისეთ რაღაცეები გამოქონდათ იქიდან ამბავი რომ მე პირადად ტირილი კი არა ბღავილი ამიტყდებოდა ხოლმე და აღარ ვიცოდი რა როგორი საქმეა რა არის იცით დედა გარდამეცვალა მამა ძმა მეუღლე ყველა ხო უბედურება მაგრამ შვილი ტებს არ უსურვებ სხვა გზნობა
აი ესე გამაუბედურა მაგ მიშა სააკაშვილმა მაგის მე დიდი იმედი მაქვს რომ ბატონი მიხეილი სადაც ბრძანდება თავისუფლების აღკვეთის ადგილას სულხან მოლაშვილისგან განსხვავებით მას არავინ არ აწამებს მას აქვს ტელევიზორი აქვს სრულფასოვანი პირობები რა გაქვთ მისთვის დღეს სათქმელი დარწმუნებული ვარ რომ ის ალბათ გვისმენს სააკაშვილი სადაც არის თავისუფლების აღკვეთის ადგილას დღეს ამდენი წლის მერე რა გაქვთ მისთვის სათქმელი რა მაქვს სათქმელი რამე გაქვთ სააკაშვილთან დიახ რა მაქვს სათქმელი და სულხან მოლაშვილი რო შეაგდეს სული ამ სიტყვის მნიშვნელობით უბედურ კამერაში ერთი ნახევარი საათით სულხან მოლაშვილი დღეებითა და იმევით იყო იქ ხო სააკაშვილს მოკიდონ ერთი ხელი მიიყვანონ იქა შეაგდონ ნახევარი საათი და რო გამოვა იქიდან თამაზ მოლაშვილი დახტეს და უთხრას აი ახს ეყავდა შენი ბრძანებით სულხან მოლაშვილი კარგი იყო აი ნეტა ესეთი რამე შეიძლებოდეს რომ მაგასაც აგრძნობინონ იქ რა არის მაგრამ არა წამოკონტროლებულია დასასვენებელ სახლში გემრიელად მიირთმევს და ამას ქვია დაპატიმრება არა მგონია რომ დაპატიმრებული კეთილი ენებოდა ჩვეულებრივ იმაში კამერაში გადაიყვანენ როგორც არის და მოფერება და ისა ეყოთ ამათ ამდენი მოფერება და რა ვიცი აბა სხვანაირად როგორ გეთანხმებით ბატონო თამაზ თქვენ იყავით მაშინაც სკოლის დირექტორი მერიიდან ხომ არ ყოფილა ვთქვათ იმიტომ რომ თქვენი სკოლა მერიას ექვემდებარებოდა და თქვენ მუნიციპალური მოსამსახურე ბრძანდებოდით ხომ არ იყო რაიმე ტიპის ან კომუნიკაცია ან ზეწოლა თქვენზე სამსახურებრივად არ ყოფილა გერიდებოდნენ უფრო მეტად. როდი და დაწყეული დათო კიტაშვილი რო იყოს ქალაქის კულტურის სამსახურის უფროსი, მერე ბერძენიშვილი, მერე ის, მერე ყველასთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა და არა პირიქით, აი წარმოიდგინეთ ესეთი ამბავი, რომ მე რასაც ვეუბნებოდი, მიკეთებდა იმას, რა კერძოდ. ოთარ თაქთაქიშვილის დროს ჩასაბერ საკრებებზე სწავლა უფასო იყო. დიახ. ოთარის გარდაცვალების შემდეგ არ ვიცი ვინ იყო, რა იყო, ისე დააწესეს სწავლის გადასახადი და დენადობა მოიკლო. თქვენმა მორჩილმა თამაზ მოლაშვილმა 156 სკოლა რო არის შემზევით 60 ბავშვი ჩამოიყვანა და ბავშვებს ეუბნება, რომ სწავლა უფასოა, მოდით მეტი. რის უფასო, რა უფასო, ყველაფერი და ჩემ მასწავლებლებს უთხარი, რომ ხელფასის მიხედვით, მოდი მანეთი, ორი მანეთი, სამი მანეთი შევკრიბოთ და ამ ბავშვების ფული გადავიხადოთ და ეხლაც ვინმეს რო დაჭირდეს, ჩვენს არქივში ინახება 360 ლარი, იანვარი, თებერვალი, მარტი, აპრილი, მაისი და ივნისი და 360 ლარი შევიტანეთ, რომ ამ ბავშვებმა ფული გადაიხადესო. ამ დროს ორკესტრი გუგუნებს, რო გაიგეს, გამომიგზავნეს ავტობუსი და პირველი ივნისი არის ბავშვთა დღე, ვაგის პარკში ჩვენმა ორკესტრმა და გუგუნა. და რატო გეუბნებით ამას იცით? როდესაც მითხარ ჩაჯექი ახლა ავტობუსში და წაიყვანე ბავშვებიო, რო წამოიყვანე, მე უთხარი შოფერს თავისუფლების მოედანზე მიმიყვანე მეთქვი. ეხლა სადაც ის არის საკრებულო, მანდ მერია იყო, დავაყენე, სურათიც ამა გადაღებული, კედელზე მაქვს ჩამოკიდებული, ფორმები აცვიათ ბავშვებს, დაცხეს და შეიკრა, ისენი რა ქვია, ზები შეიკრა, ხალხი შოჩქოლი რამე, ყველაფერი და ჩამოცვიდნენ, აღარ მახსოვს ვინ იყვნენ მაშინ, ჩამოვიდნენ დაბლა და კითხულობენ რა ხდებაო? რა ხდება? მე ვთქვი ორკესტრი შეხვედი და გილოცავთ ამას მეთქვი. გავიდა რამდენიმე ხანი 1 სექტემბერი დაიწყო, გავაშვანშველი არზა და აი მერიიდან რაო მივედი და უთხარი ორკესტრი მოგეწონათ მეთქვი. უფ
გადასარევი იყო, ხო და აღარ იქნება მეთქვი, რატო და მე მასალებელებს მოს ვეღარ გამოვართვები მეთქვი. არ მახსოვს იმ წუთშივე ჩემ განცხადებაზე 1997 წლიდან დაწყებული ჯერ კიდევ დღემდე 154 მოსწავლე ყავს ჩასაბერ საკრებზე. კაპიკ ფულს არ იხდიან სწავლის გადასახადს. ეს ის ვითომ რეფორმა იყო, რომელიც სააკაშვილმა გაატარა, დაარღვია და დაანგრია სახელოვნებო განათლება და ის რაც იყო უფასო გახადა ფასიანი. სხვაგანაც იგივე გააკეთა სახელმძღვანელოებს ცეცხლის ფასი ეკიდა და ბავშვებისთვის სწავლაზე წვდომის უფლება იყო დარღვეული. ბატონი დავით ოკიტაშვილი რო ხელს შეგიწყობდათ მერიიდან ამაში ეჭვი არავის ეპარება, დიდი მადლობა მას. შემდეგ ის თავად იყო მსხვერპლი სააკაშვილის რეჟიმის და მას მძიმედ დაუზიანდა ჯანმრთელობა მათ შორის საპატიმრო პირობებში და სისხლის სამართლის პროცედურის ფარგლებში. ისინი ყველას შეეხნენ თავისი ბინძური ხელებით. ამიტომ ეს გასაგებია და ამას ემსახურება სწორედ კომისია. ბატონ სოზარს სურდა კითხვის დასმა, მე მგონი ხო არ ვცდები. განცხადება, დიახ. და შემდეგ სხვა წევრებს ვთხოვ, რომ გამოთქვან მოსაზრებები. დიდი მადლობა ბატონო თამაზ და ბოდიში რომ მართლა ესეთი მძიმე ამბების გახსენება გიწევთ, მაგრამ საჭიროა რომ ჩვენმა ახალმა თაობამაც იცოდა ეს რა ხდებოდა. უბრალოდ დავაზუსტებ რამდენიმე რამეს. ბატონი მათიას იორში, რომელიც თქვენ ახსენეთ, იყო ევროპის საბჭოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი, ის იყო ჩამოსული საქართველოში, სწორედ ნანა კაკაბაძის დაჟინებული მოთხოვნით შევიდა ქალბატონი ელენე თევდორაძესთან ერთად და მე გვახსოვს მისი ემოციები ყვებოდა იმ უსასტიკეს პირობებზე, მან განცხადებაც გააკეთა, რომელშიც სულხან მოლაშვილი იყო მოთავსებული. ეს იყო არაუბრალოდ უფანჯრო ოთახი, არამედ ეს იყო სარდაფი აბსოლუტურად ნესტი, უბრალოდ ჰაერიც კი არ იყო, აი ნესტი სავსე ოთახი და გაატარა რამდენიმე თვე გაატარა სულხანმა ადამიანმა, რომელიც იყო ნაწამები და მხოლოდ მას შემდეგ, რაც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიუთითა საქართველოს, რომ გადაეყვანათ საავადმყოფოში, ამის შემდეგ მოხდა მისი გადაწყვეტა ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოზე. მოგვიანებით, როცა მე საქართველოს სახალხო დამცველად ამირჩიეს, ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი ბატონი თომას ჰამარბერგი შევიყვანე ბატონ სულხან მოლაშვილთან და მირცხოლავა ერთად იჯდნენ ისინი და ისინი უყვებოდნენ მას იმ წამებაზე, რომლებიც მათ გადაიტანეს და უბრალოდ დაუჯერებელი იყო მისთვის, ყოველ წუთს მომიბრუნდებოდა ბატონი კომისარი და მეკითხებოდა სოზარ, ნუ თუ ეს მართალია, ნუ თუ ეს შესაძლებელია მოხდეს ხო და მე უდასტურებდი, თუმცა ჩემი დასტური რა თქმა უნდა არაფერი არ არის იმასთან შედარებით, რომ საბოლოოდ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადასტურა, რომ წამების ის თითოეული ფაქტი, რომელიც იყო ბატონი მოლაშვილის მიმართ, ბატონი მირცხულავას მიმართ იყო აბსოლუტურად სწორად გამოხატული მათ ამ განცხადებებში და ეს იყო მართლა მომხდარი უსასტიკესი რეჟიმის მიერ. ადილეთი. შეკითხვები ხომ არ არის? ბატონი გურამი დიდი მადლობა ბატონ თამაზ მობრძანებისთვის და მესმის რთულია იმის გახსენება, თუმცა მნიშვნელოვანია ამ კომისიისთვის და ზოგადად საქართველოსთვის და იმ ახალგაზრდებისთვის და არა მხოლოდ რომლებიც დღეს მაგალითად აპროტესტებენ ელენე ხოშტარიას ბჭყალებში წამებას, რომელიც ღიმილით გამოდის იქ საპატიმროდან მეორე დღეს და სააკაშვილის ასევე ბჭყალებში წამებას, რომელიც როგორც თქვენ ამბობთ, ოროთახიან ლუქსში არის იქ წამოკოტრიალებული. მე მინდა რომ კიდევ ერთხელ ახალგაზრდებთან ერთად ჩვენს უცხოელ პარტნიორებს და ელჩებს მივმართო, რომლებიც გვიწუნებენ ხოლმე ხშირად დემოკრატიას და სხვათა შორის არაერთხელ რეზოლუციაშიც ახსენეს და კომენტარებშიც რომ თითქოს ნაწამები იყო პატიმარი სააკაშვილი. აი ამ სხდომებს ხომ უყურებენ უკვე 2 თვეზე მეტია, ბევრად მეტია, რაც თითქმის ყოველდღიურად აქ მოსული ადამიანები საუბრობენ წამებაზე. არა აქვს მნიშვნელობა ეს ქონება დაკარგა, თანამდებობა და გაათავისუფლეს, პოლიტიკურად დევნილი იყო თუ ასე შემდგომ, საბოლოო ჯამში მაინც ყველა ფაქტი მიდიოდა ციხეზე, წამებაზე, არა მარტო დაპატიმრებაზე. მე იქ რასაც მაგალითად იგივე თქვენ აღწერთ. აი ამიტომ
მაქვს სურვილი რომ გამოეხმაუროს ევროკავშირის ელჩი აი ამ კომისიის ხდომებზე იმ მსხვერპლების განცხადებებს რომლებიც არიან პირველ წყაროები რომლებიც მართლა წამებას აღწერენ და ეს დადასტურებულია საერთაშორისო სასამართლოს ფაქტებით და ქართული მართლმსაჯულების ფაქტებით და რაც თავარია საზოგადოებით. ამიტომ ეს მინდოდა გამეკეთებია ეს განცხადება რომ მესამე თვე სრულდება და აი ამ მართლაც წამებებზე და უბედურებებზე გამოხმაურება რა არის ზოგიერთი ელჩებიდან ჯერჯერობით არავინ არ იცის და აი თავარი არის კიდევ ერთხელ ვიმეორებ ის რომ ახალგაზრდებმა რომლებიც აი ელჩების განცხადების საფუძველზე ვითომ აპროტესტებენ აი ვითომ დემოკრატიის უკუსლას აი ეს მოისმინონ და ამაზე გააკეთონ რეაგირებები ეს განცხადება მინდოდა მადლობა და თქვენ რომ ბრძანეთ რომ C ჰეპატიტის მკურნალობაზე უარი უთხრეს ბატონ სულხან მოლაშულ თქვენ რომ ბრძანეთ რომ C ჰეპატიტის მკურნალობაზე უარი უთხრეს ბატონ სულხან მოლაშულს უბრალოდ ჩვენი საზოგადოებისთვის მაშინ არა მხოლოდ უარსეობდებოდნენ მკურნალობაზე, საერთოდ აკრძალეს სკრინინგი, აკრძალეს პატიმრების შემოწმება C ჰეპატიტზე, რომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს არ დაევალდებულებინა ქვეყანა, რომ ამ კონკრეტულ პატიმარს უმკურნალეთო. და როდესაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში 2012 წლის 1 ოქტომბერს ჩავატარეთ სკრინინგი და ყოველ მეორე პატიმარს ჰქონდა C ჰეპატიტი, ანუ მაშინ 24,000 პატიმრიდან 12,000 პატიმარს ჰქონდა C ჰეპატიტი და მაშინ დაიწყო ის უნიკალური პროგრამა, რომელიც დაახლოებით $100,000-მდე ჯდება ერთი ადამიანის მკურნალობა და უფასოდ მკურნალობთ არა მხოლოდ პატიმრებს, არამედ ყველა ჩვენს მოქალაქეს, მაგრამ სწორედ ციხიდან დაიწყო ეს პროგრამა, ისე რომ იცოდეს ახალგაზრდობამ განსხვავება ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობის მიმართ მიდგომა იმ ხელისუფლებასა და დღევანდელ ხელისუფლებას შორის. ერთადერთი ხალბატონო რა იცით აი თქვენ რასაც აკეთებთ ეხლა დიდებული არის ძალიან შრომატევადი არის და ამასინად გავიგე ტელევიზორში მოვყარი ყური რომ კიდევ ერთი თვით გაგრძელდაო ჩვენ ამათი მუშაობაო ჩემი აზრით ჩემი წლოვანების მიხედვით ჩემი ძლია თქვა რომ ერთი თვე არ ეყოფა შიგა და შიგ აი ახლა მე რო აქედან გავალ ისეთ რაღაცები გამახსენდება ანალოგიურად თქვენ როდესაც ვიღაცებს დაკითხავთ ერთს რო გეტყვის რო გავა კიდე იქ მეორე გამოჩნდება მესამე გამოჩნდება კაი დიდი ხანი მოგიწევთ მუშაობა იმდენი სიბინძური იმდენი სისაძაგლე აქვთ ჩატარებული მაგათ რომ აი მე აქა ვარ მე მინახია აქ ვინიჯდა მაგრამ არიან ხალხი ვინც არ ან ვერ მოვლენ ან თქვენ ვერ მოიყვანეთ ან რომ იმათაც დიდი დანაშაული იმათზეც დიდი დანაშაული აქვთ ჩადენილი ამაზე და ამიტომ მე მადლობასაც მოგახსენებთ ასეთი საქმისათვის და გისურვებთ გამძლეობას ნამდვილად იცით შეტევაზე ერჩები გინდა და ზოგიერთები ვინც გადმოდიან ეგ ასაგებია ყველასთვის მაგრამ თავარია რომ ახალგაზრდებისათვის მიიტანონ გემრიელად აი გინდა ლექცია წაუკითხავენ გინდა მაგალითები აჩვენონ წარსული სურათები ყველაფერი რომ ნუ აბრიყვებენ აი გაბრიყვებულ ახალგაზრდობას ჩვენ ახალგაზრდობა გჭირდება და ღმერთმა ქნას რომ ის ახალგაზრდობა რეალურად რო შეხედოს მან ცხოვრებას ბატონი მადლობა ბატონი თენგიზი ბატონი ილია ბატონი ალეკო ესე იგი აღარ გამიმეორებ იქ რაც აკითხა მე მინდა ჩვენი მოსახლეობის ყურადღება მივაქციო ერთ ძალიან ფრიად აქტუალურ საკითხს ვიდრე ეს კომისია დაიწყებოდა შეიძლება მანამდე ადამიანს ეჭვი ქონოდა მაგრამ სულ უფრო და უფრო წმუნდები ერთ რამეში და მინდა ამ კუთხით შეხედოს ჩვენ ამოვჩეო და მოსახლეობა ამას ერთია როდესაც და ამას ამკვიდრებენ რომ შეიძლება რაღაც პოლიტიკური ჯგუფი იყოს ხელისუფლების სათავეში კონდეს რაღაც ნათელი იდეა და ამ ნათელი იდეის გატარების დროს რაღაცა შეცდომები პოლიტიკური დაუშვას შეიძლება გადაცდომებიც ამასთან არა გვაქვს მხოლოდ საქმე ჩვენ ესე იგი სხვადასხვა კუთხით დავინახეთ რომ სულხან მოლაშვილი აწამეს იმის გამო რომ
პირადი ინტერესი ქონდა. ანუ რაღაცა საქართველოს დათელი მომავლისათვის კი არა რომ ზედმეტ მოუვიდათ. არამედ პირადად, იმიტომ რომ პირადად მას შეეხო რომ მას უპოვა რაღაც დანაკლისი, როდესაც ის თანამდებობაზე იყო და გადაცდომა. კი. აქ მე მინდა ყურადღება მივაქციო რომ ეს არ არის ნაციონალური მოძრაობის ის დანაშაულებრივი ჯგუფი რომ რაღაცა ჯგუფი შეიკრიბა, რაღაცა პოლიტიკური ამოცანა ჰქონდათ და რაღაცა ცოტა ზედმეტი მოვიდათ. ეს ასე არ არის. პირადად იყო ნაწყენი და კაცი ჩააგდო, ესე იგი სასიკვდილო მდგომარეობა და მიიყვანა. გუშინ მოვისმინეთ რომ მეუღლესთვის მანქანა უნდოდა და 3 ნახმარი მანქანის ჩამოყვანისთვის კაცს დააბრალეს რომ იაპონური იაკოძასთან ქონდა საქმე თურმე და 3 ნახმარი მანქანის მეტივედ ჩამოიყვანა მაფიასთან რო კავშირი აქვს იმ ადამიანმა თან ნახმარი. და რატომ აღმოჩნდა? იმიტომ რომ თურმე მეუღლესთვის სჭირდებოდა მანქანა. რამე ნათელი იდეისთვის კი არა ბიუჯეტის შევსებისთვის, მეუღლესთვის სჭირდებოდა მანქანა. ამ კიდე მოვისმინეთ რომ ვთქვათ არასწორად გაასხვისეს ვთქვათ ლისის ტბაზე რაღაცა. მივიდნენ იქ და იმიტომ კი არა რომ ქალაქისთვის დაებრუნებინათ ან რაღაცა ვთქვათ სახელმწიფოსთვის შეემატებინათ თუ ვთქვათ თვლიდნენ რომ უკანონოდ ქონდა მას ეს. წამოიღეს და თავისი ბანკების მეშვეობით მიითვისეს და ბიზნესი წამოიწყეს. მივიდნენ პოლიტექნიკურ მაშინდელ ინსტიტუტში, ახლა უნივერსიტეტში და იმიტომ კი არა რომ რაღაცა ისეთი ხდებოდა, უბრალოდ რომ თავისი პირადი ბიზნესი აეწყოთ, პირადი იმისთვის გააკეთეს იქა და წამოიღეს და დღემდე ეს ბიზნესი ფუნქციონირებს. ამიტომ ეს დანაშაულებრივი ჯგუფი არ გეგონოთ რაღაცა პოლიტიკური დამნაშავეთა ჯგუფი, რომელსაც რაღაცა ზედმეტი მოუვიდათ. ეს ასე არ არის, ეს არის ჩვეულებრივი კრიმინალები ჯგუფი, რომლებიც თავისი პირადი კეთილდღეობის, პირადი ბოღმისთვის, პირადი იმისთვის ნებისმიერ ადამიანს გაწირავდნენ, ნებისმიერ ადამიანს ჩააგდებდნენ სასიკვდილო მდგომარეობაში. და ნებისმიერს წაართვებდნენ ქონებას, იმიტომ კი არა რომ სახელმწიფოსთვის შეემატებინათ რაღაცა. იმიტომ რომ მე ვთქვათ მისახლობლებს ბიზნესი წელში გამართული ქონოდათ. და ის სულხან მოლაშვილის მაგალითი, ეს არის შებაჯამებებელი მაგალითი, რომ პირადი ბოღმის გულისთვის რა შეიძლება გაუკეთო ადამიანს. ეხლა მართლა ის არის ერთია რომ თქვა შეიძლება კაცი გაგიჟდეს და გამწარებულ გულზე ვიღაცას ესროლოს და მეორეა იცი რომ ადამიანს ჰეპატიტი აქვს და 11 თვე არ უკუნალობ აუცილებლად იცი რა შედგება დადგება ადრე თუ გვიან როცა ამას გააკეთებ. აი ესე წამებით. ისთვის ესეც თავისი პირადი ბოღმის გულისთვის. ამიტომ მე მოსახლეობას მოუწოდებ რომ ეს ნაციონალურ მოძრაობას ნუ შეხედავს კიდევ ერთხელ მეორებ. ზოგჯერ 5-ჯერ გამეორებაა საჭირო რომ კარგად გაიგოს ვიღაცამ. ნუ შეხედავს რომ ეს არის რაღაც პოლიტიკური დაჯგუფება, რომელიც საქართველოს ნათელი მომავლისთვის იბრძოდა და რაღაცები ცოტა ზედმეტი მოუვიდა. ეს ასე არ არის. ეს ასე არ არის. ალბათ. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს რომ ახალ წელს საქართველოს შეხვდება ნაციონალური მოძრაობის გარეშე და იმ დასკვნაში, რასაც ჩვენ შევადგენთ